გამარჯობა, დღეს ჩვენ ვისწავლით დახშულ შამათს. პირველ რიგში ალბათ შეკითხვა გაგიჩნდებათ, რას ნიშნავს დახშული? ერთ-ერთ უცხოელ ენაზე არის დაკეტილი, დახურული. ღია რო არ არის, რა კარები რო დაკეტილი და ოთახში რო ხარ ჩაკეტილი, დახშული ჰქვია მაგას. ხო და ეს მაგალითისთვის ვქვია და დღეს ჩვენ ვნახავთ ჭადრაკში რა არის დახშული შამათი. მე YouTube ვიდეოც ავტვირთე, გიტლერი მხედარიო, მეფეს ჩაუსვავს ახლავეო დახშულ შამათს. ასევე მხედარი მეფეს ჩაუსვავს დახშულ შამათს. ხო რა, ალბათ ნახავდით ამ ვიდეოსაც, რაც განსაკუთრებით გამომწერები. და ეხავე აგიხსნით. ანუ ნახეთ, პირველი სვლა არის დახშული შამათისთვის ამ პაიკის მოკლა. ეხა ნებისმიერ სვლა რო გააკეთონ, ჩავთვალოთ ეს. ჩვენ ასე ორმაგი ქიშს გამოვუცხადებთ. ორმაგი ქიშზე ვერც ჩააფარებს, ვერც მოკლავს, ვერც ვერაფერს უზავს. ამიტომაც მეფე წავა. და ჩვენ მერე ლაზიერს გავწირავთ ასე. და ეტლმა უნდა მოკლას, რადგან მეფე ვერ მოკლავს დაცულიერი მხედრით და ნახეთ, მხედარი ხო ფიგურებს ახტება. ხო და ნახეთ, აი ამას გადაახტა და მეფეს არ აქვს წასვლელი და ისე აქვს ქიში. ვერც ვერაფერი მოკლავს. სხვანაირადაც შეიძლება დახშული შამათის ჩასმა. აიქ და ანტი-დახშული შამათი არის, იცით რა? აი ესეთ პოზიციაზე. შენ ეტლი უნდა გაწირო ამ შემთხვევაში. თორე სხვანაირად წააგებ და იტყვი რომ წავაგეო და ვერ მოვიგეო. თუ გისვამს და თუ შენ უსვავ, მაშინ უნდა გააკეთო ეგ, როდესაც ეს ეტლი აქ არ იქნება, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში ფაფუ მხედარი. ფაფუ მხედარი. კარგი, დღეისათვის კიდე სულ ეს იყო, არ დაგავიწყეთ ვიდეოს და ლაიქება და არხეს გამოწერა. მე კიდე ამით დაგემშვიდობებით, ნახვამდის.